გამარჯობათ. დღეს გვექნება ტრადიციულად ამ შემთხვევაში უკვე მარტის თვის პროგნოზი. ნახოთ, რა სიახლეები გველოდება, რა სიტუაციები იქნება. თქვენი მხრიდან ენერგობალანსირებისთვის საჭირო არის მოწონება კომენტარი. ჩემი არხის გაზიარება, მათ ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, შეგიძლიათ გამოიწეროთ. ასევე პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ ამიკავშირდეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მოდით ვნახოთ ზოგადი ფონი როგორი იქნება მარტის თვეში თქვენთვის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა? და რა თქმა უნდა, პირადი სიტუაციები. სამი ვარიანტი, სამი სიტუაცია, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ახლობელი ადამიანებისთვის, შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული პერიოდი თქვენთვის იქნება პირდაპირ მნიშვნელობით მარტის თვე, უფრო მეტად აქტიური, უფრო მეტად იქნება ჩართული ისეთი პროცესები, რაც შეიძლება და რო აქამდე გაჩერებული ყოფილიყო, ხო? იქნება ძვრის პოზიცია, როდესაც სიტუაციები იმაზე უფრო მეტად კარგად მიდის და იმაზე უფრო მეტად აქტიური არის, ვიდრე შეიძლება და რო თქვენ გეგონათ. თუ რაიმეს განხორციელებას აპირებთ, შესაბამისად საკმაოდ კარგად იქნება ეს ყველაფერი წასული სიტუაციების კუთხით, დაძვრა იქნება, თუ აქამდე რაიმე გაჩერებული თემები იყო, ამ თვეში უფრო მეტად წინ წაიწევს არსებული სიტუაციები. შესაბამისად, თქვენთვის პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის მთელი თვე არის საკმაოდ აქტიური, მთელი თვის განმავლობაში არის მუდმივი სიახლეები, მუდმივი, ასე ვთქვათ, ენერგიების მიმოსვლა, ასე რომ არსებულ თვეში ზოგადად ენერგიების კუთხით, ხო, ფიზიკურად ვერ დაიწუწუნებთ, ხვდებით, უფრო მეტად ემოციური და აქტიური ენერგიები არის თქვენთვის აქტიური პირველი ვარიანტისთვის. მოდით ვნახოთ ზოგადად ფინანსური მდგომარეობა. ფინანსების კუთხითაც საკმაოდ კარგი სიტუაცია გაქვთ. აქ პირდაპირ აჩვენებს მონეტების მეფეს, ანუ ამ შემთხვევაში ფინანსური შემოსავლები იქნება, ვერ იტყვით, რომ იცი მე ფინანსების კუთხით რაღაც ისეთი დაულაგებელი თემა მაქვს. არა, ფინანსების კუთხითაც საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყებათ. გარკვეული კატეგორიისთვის გადათამაშდება, რომ ეს შესაძლებელი არის იყოს სამსახურის ცვლილება, რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლის მდგომარეობა, ისინი ვინც არ მუშაობთ, შესაძლებელი არის სამუშაოს კუთხითაც გამოჩნდეს სიტუაცია, სადაც დაიწყებთ მუშაობას. ასე რომ არსებული თვე ფინანსურადაც საკმაოდ ნაყოფიერი, საკმაოდ სტაბილური და კარგი არის პირდაპირ მნიშვნელობით. და რა თქმა უნდა ვნახოთ პირადი ურთიერთობები. პირადი ურთიერთობების კუთხით ცოტათი შეიძლება ისეთი თემები იყოს, რომ ეცადნონ ვინც ურთიერთობაში იმყოფებით გარშემო ყოფება გარკვეული სახის манипуляციები, ჩარევები მოახდინონ თქვენზე, გარკვეული კუთხით ენების სიტუაცია შეიძლება იყოს, მაგრამ ეცადეთ რომ თქვენ პიროვნებას უფრო მეტად დაუჯეროთ, ანუ ენების სიტუაციას არ აყვეთ და უფრო მეტად სტაბილურ თემებში იქნებით. ისინი ვინც არ იმყოფებით ურთიერთობების თემაში, შანსები არის საკმაოდ დიდი იმის, რომ არსებულ თვეში გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც შეხვალთ ურთიერთობის უფრო მეტად გამყარებულ პოზიციაში, რაღაც ახალ ეტაპზე შესაძლებელი არის გადახვიდეთ და განავითაროთ. ასე რომ კომბინაციაში თუ შევხედათ სამი კარტიდან ორი მაღალი არკანი და პლუს მონეტების სიტუაცია, საკმაოდ კარგი კომბინაცია გაქვთ. ამ თვეში არ იქნება პრობლემური თემები, რომ რაღაცა თქვა, რომ ვერ უმკლავდები, ხო? მოდით ვნახოთ კონკრეტულად არსებული სიტუაცია, როგორი იქნება თქვენთვის მეორე ვარიანტები. მეორე ვარიანტებისთვის პირდაპირ მნიშვნელობით ახალი სიტუაციები, ახალი ფურცელი, ახალი საწყისები. საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყებათ იმისთვის, რომ ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოთ და ყველა სახის პრობლემა, რაც იყო, უკვე განულებელ მდგომარეობაში გადადის. გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლებელი არის გადათამაშდეს, რომ გარკვეული სახის პასუხისმგებლობაც მოეშოროთ ფინანსური თვალსაზრისით, ახალი საწყისები, ახალი იდეები, ახალი განვითარების შანსები, გარკვეულმა კატეგორიამ შესაძლებელი არის ახალი სწავლის კუთხითაც დაიწყოს მიმართულება, ხო, რაღაც ახალი ისეთი საქმიანობა განახორციელოს, რასაც შეიძლება რომ აქამდე არ აკეთებდა, ან ელოდებოდა სიტუაციებს. ასე რომ მთელი თვე თქვენთვის არის ახალი გამოწვევების სიტუაცია და მუდმივად, ასე ვთქვათ, ათვისების პოზიცია იმის, რაც შენ სიამოვნებას მოგანიჭებს, ხო? საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყებათ, შემიძლიათ ამამად ვთქვა. მოდით ვნახოთ ფინანსების კუთხით რა მდგომარეობა გაქვთ. ფინანსების კუთხით ამომდის აქ ხმლების მეფე. ამ შემთხვევაში
უფრო მეტი დაკვირვება გმართებთ და უფრო მეტი გაანალიზება, პირდაპირ მნიშვნელობით ლოგიკურობის ჩართვა, სად შეიძლება კონკრეტულად იყოს ფინანსური რესურსი ჩადებული, სად შეიძლება შენი იდეები განხორციელებული იყოს, ხო, რაში არის ისტორიის მდგომარეობა. ანუ ისეთ შთაბეჭდილებამ რჩება ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები უფრო მეტად გონიურულობის კუთხით უნდა განახორციელოთ, ხო? გინდათ რაიმე ბიზნესის განხორციელება, გაიაზრე ეს რას მოგიტანს შენ, რა რესურსი შეიძლება იყოს ამაში საჭირო ჩადებული. ან თუნდაც გაქვს კონკრეტული რამე და გინდა რომ სხვანაირ თემაზე გადახვიდე. ანუ ყველანაირი საკითხი რაც ფინანსების თემას ეხება, მეორე ვარიანტი უფრო მეტად სერიოზულად გადაწყვეტე და უფრო მეტად გააზრებულად იმოქმედე. ცუდი პერიოდი არ არის, უბრალოდ შენი მხრიდან უფრო მეტ ლოგიკურობის ჩართვას მოითხოვს. მოდით ნახოთ პირადი ურთიერთობების კუთხითაც. შეხედეთ რა კარგად დაჯდა პირდაპირ ჰაერისტიკი და ცეცხლისტიკია, ხო? პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით შემიძლია თქვა საკმაოდ ცეცხლოვანი თვე გელოდება, საკმაოდ ძლიერი კავშირის მაჩვენებელი ურთიერთობის კუთხით. ისინი, ვინც იმყოფებით ურთიერთობების თემაში, ეცადეთ რომ რაღაცა მომენტში ზედმეტად არ შეხვიდეთ კონფლიქტურ თემებში, ზედმეტად არ იყოთ ამ ენერგიული მოჭარბების ფონზე გადამწვარი ხვდებით, ანუ ენერგიების დახარჯვა-ჩხუბის თემაში არ განახორციელოთ, არამედ ურთიერთობაში სიამოვნების თემაში ჩადეთ ეს ყველაფერი, ხო? ეცადეთ რომ მაქსიმალურად ადამიანი გაახაროთ, თქვენ გარშემოყოფი ადამიანები, ვინც არიან პარტნიორები, ვინც არ ახართ პარტნიორულ ურთიერთობაში, ასევე ანალოგიურად თქვენთვის უფრო მეტად ასე ვთქვათ რეკომენდირებული არის აქტიურ პოზიციაში გადახვიდეთ, მუდმივ მოძრაობაში გასვლეთი თემები განახორციელოთ, რომ მოიზიდოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში გჭირდებათ რომ იყოს. ან ზოგად კომუნიკაციებში ადამიანებთან მიმართებაში მეტად კონტროლირება საკუთარი ქმედებების და ემოციების განხორციელების. მოდით გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტზე შესანიშნავი არის იმპერატორი ქალი, ნაყოფიერება, სიძლიერე, ხვავი, ბარაქა, სტაბილურობა, ხო? ეს თვე, მარტის თვე, პირდაპირ მნიშვნელობით თამამად შემიძლია თქვა, რომ შენი თვე არის ყველანაირი კუთხით. როგორც გაზაფხულის თემაში იღვიძებს ბუნება, ისე იღვიძებს შენი ენერგიები და შენი სიტუაციები. გარკვეულ კატეგორიაში შესაძლებელია გადათამაშდეს, რომ გქონდეს დაბადების დღეც მიმდინარე პერიოდის განმავლობაში და მისი თვე იმიტომ აღიქვემბოდეს უფრო მეტად კარგადაც შეიძლება თქვათ, ასე რომ თელი თვე გექნება საკმაოდ კარგი ენერგიები და წუწუნის თვის ვერ მოიცლი. თუ იწუწუნებ ჩათვალე, რომ ეს უბრალოდ შენი ჩვევის პოზიცია შეიძლება იყოს და მეტი არაფერი. მოდით ზოგადად ვნახოთ, როგორი გექნება ფინანსური მდგომარეობა. ფინანსების კუთხითაც ანალოგიურად ესეა თუ ისეა შემოსავლები არის, ესეა თუ ისეა გაქვს გარკვეული სახის ფინანსური სტაბილურობები, ესე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის მოთხოვნილება გქონდეს მეტი და მეტის, მაგრამ ფიზიკურად ეხლა უფრო მეტად გავხარ სტარტის რეჟიმის მდგომარეობაში, როდესაც იწყებ და ნენელა აგროვებ ამ პოზიციას, მაგრამ რაც თავარი არის ფინანსების კატეგორიაში პირდაპირ ფინანსები გეჭდება. პატარ-პატარა შემოსავლები, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგის დამდები შეიძლება იყოს სამომავლო სიტუაციებისთვის და პირადი ურთიერთობების კუთხით. ეშმაკის არკანი, საკმაოდ კარგი თემა არის, სექსუალურობა უფრო მეტად იზრდება, უფრო მეტად შესამჩნევი ხარ პარტნიორის მხრიდან, თუ კი ყავთ, თუ არ ყავთ, შესაძლებელი არის გამოჩნდეს ადამიანი, ვისაც თქვენდა მიინტერესი უფრო მეტად გაუმძაფრდეს და სურვილები თქვენთან სექსუალური ცხოვრების. ვისაც სურვილი არ გაქვთ და სიტუაციები ხელს არ გეწყოთ, მათთვის ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ უბრალოდ გარშემოყოფებისგან შეიძლება იყვნენ სპიერი ადამიანების კატეგორია, ვინც უბრალოდ თქვენ სიტუაციების კუთხით ეცადონ გამოყენების მდგომარეობას. მეტი წინდახედულობა, მეტი გააზრებულობა, სადრე შენ ენერგორესურსს, შენ ზოგადად სიტუაციებს და უფრო მეტად გაიაზრე ის, რომ რისი მოთხოვნილება აქვს რეალურად ადამიანებს შენგან. რა დგას კონკრეტული სიტუაციის უკან. თავი არ გაისულე ლოზე, მეტად მიამიტური არ იყო ურთიერთობების თემაში. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაცია, გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას, ნახვამდის.